სამჯერია ფიღირს ეს ტელეფონი 3000 ლარიან ფლაგმანებთან შედარებით და ხელში რომ დაიჭერ ვერც კი იგრძნობ რომ ეს ფასი ღირს. ეს არის Honor-ის ახალი 600 Lite, რომელსაც ალუმინის პრემიუმ unibody ჩარჩო აქვს, რომელიც მეტი გამძლეობისთვის შიდა სტრუქტურაშიც გრძელდება და მხოლოდ გარეთ არ გვხვდება. წინ და უკან კი ალუმინოსილიკატის შუშებით არის დაფარული, რაც Lite მოდელებისთვის უჩვეულო და ახალია. ხელში ტელეფონი მართლა სამჯერ ძვირიან შთაბეჭდილებას ტოვებს და თან IP66 დაცვაც აქვს. ძალიან წვრილ ჩარჩოებიანი 120 Hz-იანი AMOLED ეკრანი აქვს, რომლის სიკაშკაშე 6500 ნიტია. თავიდან მე თვითონაც არ მჯეროდა მარკეტინგული ციფრია მეთქი, მაგრამ სიბნელეში რომ აუწიო, გაბრმავებს და დღის შუქზე ფლაგმანებსაც კი სჯობს ეკრანის კითხვადობაში. ამ ფასში მსგავსი არაფერი მინახავს მართლა. აი, ელჩი შეგიძლია დახლებზე მიხვიდე, ნახო დღესვე და თავად დარწმუნდები. სტერეოდინამიკები აქვს თან და ელემენტისთვის მზად არ ხარ. ანუ აი ამ უთხელეს 7.3 მმ-იან კორპუსში 6520 mAh-იანი სილიკონ კარბონის ელემენტი აქვს 2 დღემდე გამძლეობისთვის და 6 წლამდე გათვლილი გამძლეობით და თან 45 ვატიანი დამტენით იტანება სწრაფად. MediaTek 7100 Elite-ზე მუშაობს 8 ოპერატიული და 256 შიდა მეხსიერებით და აქაც ჩემი დაკვირვებით რა ფასიც ღირს, ეგ წარმოდობა სულ არ აქვს. ანუ პირიქით აღემატება. საშუალო კლასის ჩიპია, მაგრამ აშკარად ისეთი ოპტიმიზაცია აქვს. ინტერფეისში პატარა ფრეიმ დროპები და ლაგ სპაიკები რომ არის ხოლმე, ძირითადად ამ ფასში რაც ნორმალურია ხოლმე, აქ საერთოდ არ არის. გეიმინგსაც უმკოვდება HDR მაღალ ან საშუალო გრაფიკის სეტინგებში. გადაღების, კამერის კონტროლის და ამოდროულად AI ღილაკი აქვს გვერდით და როგორც გინდა ისე დააყენებ. ფოტოს რომ ნახულობ, შეგიძლია დიდხანს დააჭირო და წამშლელი ფუნქცია გამოიყენო, ან როცა სკროლავ, Google-ის მოხაზვით მოძებნო მარტივად ნებისმიერი რამე. 108 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5-იანი ultra-wide კამერა აქვს, რომელიც კარგად უმკოვდება დღისით და ღამით გადაღებას. დინამიური დიაპაზონიც კარგია და ფერებიც. ერთადერთი მინუსი ჩემთვის აქ არის ზუსტად oversharpening-ი უყვარს და თან ზედმეტად აგრესიული და იმედი მაქვს რომ ეგ განახლებებით გამოსწორდება. 1080-30-ში იღებს და ერთადერთი კამერა არის, რომელიც ამ ფასის ლეველზე არის ზუსტად. სხვა დანარჩენი ამ ტელეფონში ყველაფერი აღემატება აი ამ 1100 ლარიან სეგმენტს. ხო და შეჯამებაც მაგიტომ მიჭირს. ანუ Honor-ის ტელეფონები ზოგადად თავის ფასში ძალიან კარგია, თუმცა გულწრფელად ეს უკვე ისეთი შემთხვევაა, როდესაც 1100 ლარიანი სეგმენტი უკვე პრემიუმისკენ იხლიჩება. ალუმინის და შუშის დიზაინი აქვს, ძალიან კარგი წარმადობა და სოფტი ელემენტი, ეკრანი. აი, ოდნავ კამერას დაუკლებდი შარპენინგს, თორე სხვა დანარჩენში ამ ფასად იდეალურია და შეძენა, რა თქმა უნდა, ელჩი შეგიძლია. თან საჩუქრად ახლა Honor-ის ყურსასმენებიც მოყვება.